ღარიბაშვილის შემდეგ მარილთან და პურის ფასთან შეუგუებელთა რიგებს კორუფციის გველეშაპთან მებრძოლი კობახიძე შეემატა. მართალია სუპერმარკეტები და დისტრიბუტორები ჯერ deep state-ის აგენტებად არ გამოუცხადებია, მაგრამ მივალთ მაქამდეც. აცადეთ ბატონო, აცადეთ, მუშაობენ. და აი როგორ და რატომ მოხდება ეს? რეჟიმს ჩამოყალიბებული აქვს კონსპირაციული ჩარჩო, გარკვეული თარგი deep state-ის სახით, რომელსაც არგებს და რომელსაც ურგებს სუბიექტებს. ერთ შემთხვევაში ესენი შეიძლება იყვნენ პოლიტიკური ოპონენტები, კრიტიკული მედია, არასამთავრობოები, აქტივისტები, სხვა შემთხვევაში დასავლელი ლიდერები, პოლიტიკური ინსტიტუტები, ელჩები, ჩემო ბატონო და ბოლოს თავად რეჟიმის შიდაკლანური ოპონენტები. ამ პოლიტექნოლოგიურ მოდელში შეიძლება ყველა გააერთიანო და ამავე დროს ყველას თავისი ადგილი და როლი მიუჩიო. ახალ სამიზნეზე შეტევას, რა თქმა უნდა, სჭირდება პროპაგანდისტული შემზადება. პროპაგანდა ზოგადად ასე მუშაობს, მასში ყოველთვის ნაწილობრივ არის სიმართლე. მაგალითად ის, რომ საქართველოში ბევრი კორუფციული და მეტიც კრიმინალური ქსელი მოქმედებს და ამას ქართული სპეცსამსახურები და ქართველი სამართალდამცავები მფარველობენ, სიმართლეა. შესაბამისად, ლილუაშვილისადმი წაყენებული ბრალდებების ჩამონათვალში თითქმის ყველაფერი სარწმუნოა, მაგრამ არაფერია სარწმუნო ბოლომდე, რადგან თავად ქოცის თავშიც კი რთულად შეიძლება ჩაჯდეს სქემა, სადაც თბილისის მერიის ორი მაღალჩინოსანი შეიძლება მონაწილეობდეს ათეულობით მილიონის კორუფციულ გარიგებებში, ისე რომ ეს მხოლოდ ლილუაშვილმა იცოდეს და არა უშუალოდ ამ პროექტებსა და ტენდერებზე გადაწყვეტილებების მიმღებმა მერმა კალაძე. არადა ზახესის იზოლატორში ახლა ლილუაშვილი მარტო ზის და კალაძე კი გარედან კომენტარებს აკეთებს თუ რა კარგია კორუფციასთან ბრძოლა. ქოცური ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე ლილუაშვილის მტრად გამოსაცხადებლად მხოლოდ ენერგეტიკიდან ან კოლცენტრებიდან მიღებული წილები ან თუნდაც ბავშვების ფაფიდან მოპარული ფული საკმარისი არ იქნებოდა. ამიტომაც ჩაჯდა პროკურატურის ვერსიაში მინიშნებები მოპარული ფულით კრიტიკული მედიის დაფინანსების მითებს. ამის შემდეგ ყველაფერი მარტივად ლაგდება. დიდ კონსპიროლოგიურ ჯაჭვში ლილუაშვილი ერთი რგოლი ხდება, პროპაგანდისტულ თარგს მხოლოდ მისი გვარი ემატება, შეთქმულებათა თეორიის საწვავით მოქმედი მანქანა რეპრესიულ სიჩქარეს არ აგდებს. ბოლოს მივუბრუნდეთ ბიზნესს. საქართველოს მოგეხსენებათ, ჩინეთი არ არის, რომ მილიარდიანი მომხმარებელი ყავდეს და იმდენად დიდი მიზიდულობის ცენტრი იყოს, რომ დასავლური ტექნოლოგიური გიგანტები ათწლეულების განმავლობაში იაფი მუშახელის თუ სხვა ფაქტორების გამო ინოვაციურ ინვესტირებას აგრძელებდნენ. აქსიომაა, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა იკეტება და ხდება დიქტატორული, შეუძლებელია ეკონომიკა დარჩეს ღია და თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე ორიენტირებული. ასეთ პირობებში ავტორიტარული მმართველობითი ელიტის და მასთან დაახლოებული კლანების გამდიდრების ფონზე გარდაუვალია მოსახლეობის მასობრივი გაღადაგება. დიქტატორის ბუნებაც ჩვეულებრივი ავტორიტარისგან განსხვავებულია. ავტორიტარიზმში ნებარდართულია ბიზნეს აქტივობის ავტონომიური სივრცეები. მთავარია მისგან მიღებული შემოსავალი პოლიტიკაში და მედიაში არ მიდიოდეს. დიქტატურაში ყველაფერი უნდა ეკუთვნოდეს დიქტატორს და დანარჩენი მისგან ნაწყალობებს იღებდეს და ჯერდებოდეს. დიდი ხნის სიჯიუტისა და საწინააღმდეგოს უშედეგოდ მტკიცების შემდეგ რეჟიმი იძულებული ხდება აღიაროს, რომ საქართველოში სურსათსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალია, ვიდრე მაღალი შემოსავლების მქონე ევროპულ სახელმწიფოებში. ნაცვლად იმისა, რომ რეალურ მიზეზებზე მსჯელობას იწყებდეს და გადაწყვეტილებებს იღებდეს, ბიზნესის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მუქარა, საპარლამენტო და აგერბატონო სუსის საგამოძიებო კომისიების შექმნის მოწოდება და ანტიმონოპოლიური სამსახურის გააქტიურებაზე საუბარი გვესმის. ბოლოდან დავიწყოთ და შევახსენოთ საზოგადოებას. ეს სამსახური 2 წელი როგორ იკვლევდა იმავე მთავრობის დავალებას პურის ფასის მატებასთან დაკავშირებით და დაასკვნა, რომ თურმე განაშაულებრივი არაფერი მომხდარა და ფასის მატება საგადასახადო გარემომ და საბაზრო პრინციპებმა განაპირობა. დანარჩენს ნამდვილად უდის ისედაც მორჩილი ბიზნესის მომავალი ტერორის, კიდევ უფრო ზუსტად საბჭოური, გეგმიური და ქოცური კრიმინალური ეკონომიკის ჰიბრიდის მწყლარტე სუნი. ახალი სამიზნე ხარბი ქართული ბიზნესია, რომლის წინააღმდეგ კამპანიასაც დახვდება მაღალ ფასებთან შეჯიბრში ქანს გაწყვეტილი და გაღიზიანებული საზოგადოების ისედაც ნეგატიური განწყობა.
თუ დამატებით საჭირო გახდა, უწყვეტად გახურებულია ოცნების კონსპიროლოგიის ღუმელი. დიპსტეიტის ქართველი ბიზნეს აგენტების შეგნებულად ზრდიან ფასებს და ხელს უწყობენ სოციალური ბუნტის მომწიფებას, ხელისუფლების ცვლილების და ქვეყნის ომში ჩათრევისთვის. რა თქმა უნდა, ნამდვილ მიზეზებს, რომელთა ნაწილი ზედაპირზე დევს, რატომღაც ლელოს ფერებში გაფორმებულ კობახიძის კლიპში ვერ ნახავთ. მაგალითად იმას, რომ როცა ევროპულ და ქართულ ფასებს ერთმანეთს ადარებს, გაიხსენოს. ფას წარმოქმნაში ერთ-ერთი კომპონენტი გადასახადებია. ხორცის ფასში DGG საქართველოში 18%-ია, იტალიაში კი 4%. პურზე ანალოგიურად DGG 18%-ს შეადგენს საქართველოში, საფრანგეთში კი 5.5%-ს. მაგრამ DGG რომ შეამციროს, ან საწვავზე დაწესებული აქციზი, მაშინ ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ბიუჯეტში შემოსავალი ხო შემცირდება და მაშინ ვერ დაარიგებენ მე-13, მე-14 და მე-15 ისედაც გაზრდილ ხელფასებს. ვერ გადაიხდიან მილიონებს ახალ-ახალი სახაზინო მანქანებისა და ავტომობილებისათვის და მეტი მომსახურებისათვის. ვერ დაურიგებენ 10 მაგ პრემიებს ახალგაზრდების დამსახიჩრებელ პითეკანტროპებს და ვერ იყიდიან იმ მეთაურების დუმილს სამარაჯამოდ, რომლებიც ქართველი ხალხის მოსაწამლ ქიმიურ ნივთიერებებს წყალში ურევდნენ. ფასებთან მებრძოლი წმინდა ავტორიტარიზმის ამბავი სუპერმარკეტების ქსელებით არ შემოიფარგლება. ფასებზე კონტროლის საბჭოური ილუზიის მიღმა, რაზეც მართლა სერიოზულად უჭირავს თვალი ყველა დიქტატურას. საინფორმაციო ველის კონტროლია. ტელემედიის მოხრჩობის შემდეგ ინტერნეტ პლატფორმების ჯერ იმოვა. ამიტომ თუ კი სუპერმარკეტების ქსელსა და სადისტრიბუციო კომპანიების მიღმა ვინმე დღეს უნდა ღელავდეს, კავშირგაბმულობის გიგანტებია, რომელთაც უბრალოდ ვეტყოდი, რომ დიქტატურის პირობებში ამ საფრთხისგან დაზღვევას პოლიტიკურად ისედაც სრულიად სტერილური ტელევიზიის საახალწლოდ დახურვა არ უშველის. ამას ბიზნესი რამდენად იაზრებს, ვერ გეტყვით. აი იმას თუ დიქტატურის პირობებში ფასების ხელოვნურ კონტროლს, ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციისა და კომისიების და სისხლის სამართლის საქმეებით ეკონომიკის მართვის მცდელობას რა მოყვება, ზუსტად შემიძლია გითხრათ. კარგად და მწარედ მახსოვს საბჭოთა მაღაზიების ცარიელი დახლები და მასზე გამოკრული ფასები, რომელსაც მნიშვნელობა დიდი ხანია დაკარგული ჰქონდათ.